პირველად როდის გაიხვიეთ ინტრიგაში, გახსოვთ? კი, როგორ არა. პირველივე სპექტაკლზე, რაც ვითამაშე ბატონ მიშა თუმანიშვილის თეატრში. რა მოხდა? მოხდა ისე, რომ მე უნდა მეთამაშა მთავარი როლი, აი ახალი მისული ვიყავი თეატრში და ბუნებრივი ახალი კოსტიუმები შეიკერა. ყველა კოსტიუმში მე ვიღებ მონაწილეობას, როცა იკერება ჩემი კოსტიუმი. ისე რომ აი შემიკერეს და სკაფანდრივით ჩავიცვი, ეს ვერასოდეს ვერ ხდება. და ამიტომ უნდა შეეკერათ ჩემთვის თეთრი ძალიან მაღალი ჩექმა ბოტფორტებს რომ ეძახიან აი ისინი და როდესაც მიმართე სადადგმო ნაწილს რომ შეკერილია რამდენჯერმე ვიყავი აი ჩაზომვაზე და ასე შემდეგ კი გაკეთებული მე ვთქარ ხვალზე პრემიერა და ძალიან გთხოვთ იქნება მოიტანოთ მეთქი რომ გავტეხო ცოტა რა ეს რომ მოჯდეს ეს არ იყოს ახალი უხმარი და ასე შემდეგ. კი, რაცა ხვალე დილით მოგიტან და ეს ხვალე დილა არ დამთავრდა 2 დღე თუ 3 დღე და მოვიდა პრემიერის დღე. ამიტომ მე წავედი და მომემზადე სახლში აი შარვალი რომელიც უნდა მწმოდა გადავაჭრევინე, აქ ღილები დავაკერებინე რომ ჩექმაში კარგად ჩავიდეს და ასე შემდეგ და მოვედი პრემიერაზე, პრემიერისთვის ცოტა ადრე თეატრში და ვიკითხე ჩექმები ხო არ მოუტანიათ? არა, არ მოუტანიათ. არა, ვეძებ ეს ჩექმა და გახდა ვის ნახევარი და ჩექმა არ არის. და ჩექმა არ არის და მე გადაჭრილი შარვლით ვარ. რა ქედა? ძლივს გამომართვეს ის კაცი ხელიდან. ამ დროს ჩემი მეგობარი რომელიც პრემიერაზე იყო მოსული, დაინახა ეს მდგომარეობა, გაიქცა და საიდანღაც არ ვიცი, მომიტანა თეთრი ახალი შარვალი, ვიდრე გახდებოდა 8 საათი. და მაღალყელიანი სპორტული ფეხსაცმელი, რომლითაც შეიძლებოდა მე ბოლოს ჩაგენაცვლებინოთ, ხო? მიზან მიმართულად არ გააკეთეს თუ მართლა მე ვერ გეტყვით ამას. რა თქვეს? არ დამხვდა იქ მკერავი, როცა შეიძლებოდა 4 დღით და 5 დღით ადრე მოეტანათ ეს. ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ მეორე დღეს დილით იყო დასის შეკრება. და მე მითხრეს, რომ შენ როგორ გაბედე, რომ ამ კაცთან ჩხუბი მოგივიდა. ეხლა წახვალ ან ბოდის მოუხდი იმას, ან წახვალ თეატრიდან. ის ადამიანი გაცილებით მეტად გვჭირდება თეატრში. ეს ვინ გითხრათ? მიხეილ თუმანიშვილმა. დიახ, დასის წინ. და მე ესე დაპაგობებს ჩავამდიოდა ცრემლები არანორმალური ბოღმისაგან, რომ თითქოს მართალი ვიყავი, თითქოს არ ვიყავ მართალი, თორე ჩხუბი ვისთან არ მომსვლია კაცო და ვისთან არ მიჩხუბია. ეს არის ესეთი რა ქენი წამოხვედით თეატრიდან თუ დარჩით მაინც ამ ფაქტის მე? მე ავედი ამ ადამიანთან კაბინეტში, შიგნიდან ჩავკეტე კარები და უთხარი. ეხლა ჩადი მეთქი და შენ თვითონ გადაწყვეტე დასთან და ბატონ მიშასთან. ისე იცოდე, სადაც დაგინახავ, გაიქეცი და დაიმალე მეთქი და ის ჩავიდა არა ბატონო მიშა მე და ბატონო მე და გოგას რა გოგა არა ჩვენ მეგობრები ვართ და ასე შემდეგ ბოდიში მოგიხადა ჩვენ მეგობრები მე რა თმინდა ბოდიში არა ბოდიში თუ მოგიხადა და ეს იყო აი მე იმ წუთში წასულიც ვიყავი თეატრიდან და არც ვაპირებდი იქ დაბრუნება სიმართლე გითხრათ. მე მგონი უფრო ფაქტი გეწყინათ რომ ეს ყველაფერი მიხეილ თუმანიშვილმა გითხრათ. არა მე მეწყინა რომ დაინახეს არასწორად. რომ მე მთავარ როლს თამაშობდი და უფლება მოვიპოვე ჩექმის გამო მეჩხუბა. იმ ჩექმის გამო რომელიც სპექტაკლში გჭირდებოდათ. დიახ, ძალიან მძიმე რამ გამახსენეთ ახლა და ჩემთვის ძალიან ტკივილიანია ეს. მეორე დღეს ეს ბატონი გაანთავისუფლეს სამსახურიდან. და ორჯერ მეტად გაუგებარი გახდა ჩემი არსებობა იმ თეატრში. რამდენჯერმე წამოხვედი თეატრიდან? დიახ. პირველად რის გამო მოხდა? მიუხედავად იმისა, რომ თამაშობდი ძალიან ბევრ სპექტაკლებში, მაინც შეგრძნება მქონდა, რომ მე ჩემი ადგილი არ მქონდა თეატრში და ვიყავი უცხო სხეული. და ეს იყო ძალიან მოკლე ხნიანი წასვლა, იმიტომ რომ ბატონ მიშასთან მივედი და გულახდილად უთხარი, რომ მე რაღაც აი ვერ ვპოულობ საკუთარ თავს და ჯობია მეთქი წავიდე თეატრიდან და მითხრა, ორი გზა გაქვს. ან თეატრში დარჩე, ან საგიჟეთში წახვიდეო და მე მაინც წავედი და მივხვდი, რომ საგიჟეთს ისევ თეატრი მერჩივნა რა. და დაუბრუნდი დიდი თხოვნით, რომ
აი აქ ვარ და მე არც არ წავსულ. ეს არ იყო, იცით, მცდელობა, რომ მე პოვნა სხვა ოჯახი.